თარგმანება იმათეს სახარებისაი თავიეი. სიტყვაი ესე და მოვიდეს სახლსა და იხილეს ყრმა იგი მარიამისთანა, დედისა მისისა და დავარდეს და თაყვანისცეს მას 2:11. ხოლო ლუკა ესრეთ იტყვის ვითარმეთ, მიაცვინა იგი ბაგასა, რამე თუ არა იყო მათა ადგილსავანესა მას. ლუკა 2:7 ესე ესრეთ გულისხმა ყავთ ვითარმეთ შვარაინაშობი იგი საკურველებით დიდებული დედამან მან და ქალწულმან, მიაცვინა იგი ბაგასა სიტყვისაებ ლუკაისა, რამე თუ არა იყო ადგილსავანესა მას, და მწყემსთა პოეს იგი მწოლარე ბაგასა, ხოლო კვალა დაღიქვა იგი დედამან მან უქორწინებელმან წიაღად და ეგრეთ მოვიდეს მოგუნი და პოეს იგი წიაღთა დედისათა. რამე თუ მოსვლასა ოდენ ქალწულისასა ბეთლემ დაღივსნეს დღენიშობისა მისისანი, რაითასცნა, ვითარმეთ ყოველივე განგებულებით აღესრულებოდა და ყოველივე ქადაგებულიყო წინაწარმეტყველთა მიერ და ყოველივე ძალითა მაღლისაითა იქმნებოდა, რომელმანცა მოიყვანა მოგუნი იგი სპარსეთით. და იხილეს რაი ყრმა იგი დედისა თანა, დავარდეს და თაყვანისცეს მას. რაი იხილეს მუნგანსაკვირვებელი, რაი იხილეს უცხოიანო დიდებული კაცობრივრთა გულის სიტყვათა ზედა, არა თუმცა მიუთხრობელი იგი მადლი და დიდება იშობილისა მის განაკვირვებდა სულთა მათთა? ამისთვისცა არა თუ თაყვანისცეს ოდენ ვითარცა იტყვის მახარებელი, არამედ აღაღესცა საუნჯეთა მათთა და მოართვეს ცღვენი, ოქროი, გუნდრუკი და მური. რამე თუ არა კაცსა ლიტონსა ხედვიდეს, არამედ ღმერთსა ხორჩშესხმულსა და მეუფესა ყოველთა არსთასა. ამისთვისცა მოართვეს გუნდრუკი, ვითარცა ღმერთსა, ოქროი, ვითარცა მეუფესა, მური, ვითარცა ჩვენთვის განკაცებულსა, რომელსა ეგულებოდა სიკვდილისა გემოისა ხილვად და 3 დღეს საფლავსა დადებად, რამე თუ ამისი სახე იყო მური იგი. ესე ყოველი მადლმან საღმრთომან გულისხმა ვოყო მათ, რომელმანცა ვარსკვლავი წინამძღვრად მისცა. და მორაივიდეს, არა რაი პოეს დიდებაი და სიმდიდრეი კაცობრივი, არამედ ბაგაი და სავანე უნდოი და დედაი სიგლახაკესა შინა. ხოლო მადლი შობილისაი მის მიუთხრობელიყო და სიმდიდრე იგი სულიერი, უაღრეს ყოველთა ბუნებათა, ვითარცა იტყვის წინაწარმეტყველი, და ფარნაცანი შვენიერებამან მისმან და ქებითა მისითა აღივსო ქვეყანაი. ამბაკუმი 3:3 ამან მადლმან აღავსნა გულნი იგი მათ მოგუთანი და განაბრძნა გონებანი მათნი, ამისთვისცა არა გარეშესა მას ხედვიდეს სიგლახაკესა, არცა ვითარცა კაცსა გულისხმა ყოფდეს ლიტონსა, არამედ ვითარცა ღმერთსა თაყვანისცემდეს და მაცხვარსა ყოველთასა. და შეწირეს ცღვენი არა მიმსგავსებული სიზრქესა მას ჰურიათასა, მსხვერპლები ცხვართა და ზუარაკთაი, არამედ მახლობელი გონიერებასა მას ეკლესიისასა, ოქროი, მური და გუნდრუკის სახეთ გულისხმის ყოფისა, მორჩილებისა და სიყვარულისა. სახარებაი და მოიღეს ბრძანებაი ჩვენებით, რაითა არა მოაქციონ ჰეროდესა, არამედ სხვით გზით განეშორნეს და წარვიდეს სოფლათვისა 2:12. თარგმანი იხილე აქაცა სარწმუნოებაი მათი ვითარ არა დაბრკოლდეს, არცა თქვეს ვითარმეთ, უკვე თუ დიდ არს ყრმა ესე და აქ ძლიერებაი რაიმე, რაც სახმარარს ფარულად სიუტოლაი ჩვენი, რომელნიგესე ცხადად მოვედით და არად შევხრაცხეთ ჰეროდე და ერი იგი ჰურიათაი? რაისათვის აწუცნაურად მეტყვის ჩვენებაი ესე წარსვლად. არამედ არარაი ესე ვითარი თქვეს, არცა მოიგონეს, რამე თუ იყვნენ იგინი ყოვლითა გონიერებითა სავსე, და ესე არს ჭეშმარიტად საქმე სარწმუნოებისაი, რაითა არა გამოეძიებდეს კაცი მოცემულთა მათ მცნებათა, არამედ შეურგულებელად ხმორჩილებდეს ბრძანებათა მათ საღმრთოთა. სახარებაი და ვითარცა განეშორნეს იგინია, ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩვენებით იოსებს და ხრქვა, აღდეკ, წარიყვანე ყრმა იგე და დედაი მაგისი და იუტოდე ეგვიპტეთ და იყავ მონ ბიდრემდე გრქვა შენ,
რამე თუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისაი მაგის, წარწყმედა დეგე. ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმა იგი და დედა იმისი ღამე და წარვიდა ეგვიპტეთ და იყო მონვიდრე აღსრულებამდე ჰეროდესა. რაითა აღესრულოს თქმული უფლისა მიერ წინაწარმეტყველისაგან, რომელი თქვის, ეგვიპტი თუ წოდოძესა ჩემსა 2:13-15. თარგმანი, რაღაცა თუ მოგუთა მათ არ არა ინებას გამოძიებად, არამედ სარწმუნოებითა შეუორგულებელითა შეიწყნარეს ბრძანებაი, ხოლო ჩვენ და ღირს არსძიებად მოგუთათვისცა და ყრმისათვისცა, თუ რაისათვის არა ხურიასტანს დაადგრა უშიშად ჰეროდესაგან, არამედ უბრძანა ანგელოზმან მოგუთა ფარულად წარსვლა ისპარსეთად და იოსებს ხრქოა წარყვანებაი ყრმისა იმის ეგვიპტეთ დედი თურთმისით. რაი არს ესე? უკვე თუმცა მიეცა იგი ხელთა ჰეროდესთა და ვერმცა უძლომან მოკლად მისა, არამცა სარწმუნო იქნა, თუ ხორცნი შეისხნა, არამცა შეწყნარებული იქნა სიტყვა იგი განკაცებისაი, რამე თუ ესეცა იქნა და სხვაი მრავალი კაცობრივითა წესითა, და ეგრეთცა იკადრეს ვიეთმეთ ქუმად, ვითარმეთ აჩვენა ოდენ ხორცთა შესხმაი და არა ჭეშმარიტ იყო განკაცება იმისი. უკვე თუმცა ყოველსავე ღმრთივშვენიერებით იქმოდა და ძალსაც ღმრთებისათვის ისასა გამოაჩინებდა, რავდენ არა უმეტესადმცა დაამტკიცეს სიტყვაი თვისი მეტყველთა მათურჩულოებისათა. ამისთვის თავსიდვა ეგვიპტეთსა სიუტოლაი, რაითა ჭეშმარიტებაი განკაცებისა მისისაი სარწმუნო ჰყოს. ხოლო მოგუნი იგი წარავლინა ადრე, რაითა მოძღვარექმნენ ქვეყანასა სპარსთასა და რაითა მოიკიცხოს მძლავრი იგი ჰეროდე და ცნას ვითარმეთ შეუძლებელსა საქმესა ხელჰყოფს და სიბორგილე იგი გულისწყრომისათვის ისაი დააცხროს და ცუდისა მიშრომისაგან განეყენოს, რაითა ორ კერძოვე ძლეულ იქმნას იგი, მოგუთაგან პირველად კადნიერებით შესვლისათვის იერუსალიმ და ქადაგებისა მისთვის განცხადებულისა და მეორედ ჰესრეთ ადვილად განკიცხვისა მისისათვის. ეგრეთვე პირველ მეგვიპტელნიცა იგი საკიცხელი ისრაელთაყვნა, რამე თუ ძალედვა ცხადად სიმდიდრისა მის მეგვიპტელთა ისა ხელთა ისრაელთასა მიცემად, არამედ უბრძანად სტუნებაი მათი და მოკიცხვით წარღებაი სიმდიდრისა მათისაი, რომელი იგი არა უდარესად სხვათა მათ სასწაულთასა განსაკურებელ წინააღმდგომთა იქნა. ამისთვისცა ოდეს იგი მიეცა კიდობანი ასკალონელთა და სხვათა მათ ქალაქთა და სცა მათ წყრულებითა ფიცხელითა და ეტყოდეს ქურუმნი იგი და მისანი განვლინებასა მას კიდობნისასა, სხვათა მათ სასწაულთა თანა ესეცა შორის შემოიღეს და თქვეს, რაისათვის განვფიცხნებით, ვითარცა იგი მეგვიპტელნი და ფარაო განფიცხნეს? და გვემნა იგინი გვემითა სასტიკითა. და ოდეს მოიკიცხნეს, მაშინ გამოუტევეს ერი იგი. პირველი მეფეთა 6:6, ხოლო ესე თქვეს, რამე თუ სხვათა მათ ძლიერებათა სწორად შეერაცხა ესრეთ ადვილად მოკიცხვაი მათი, სასწაულად უძლეველისა მის ძალისა მისისა, რომელი იგი აქაცა იქნა განსაკურებელად მძლავრისა მის. რამე თუ გულისხმა ჰყავთ თუ რავდენ შეწუხნამცა ჰეროდე და შეიშთვებოდა, ოდეს იხილა თავი თვისი მოკიცხული მოგუთა მათგან. ხოლო თუ არა შეიგონა ესე მისისა მის უგუნურებისა და უკეთურებისა გარდამატებულებაი არს და არა ბრალობაი კეთილად განგებელისა მის უფლისაი, რამე თუ უფალმან უჩვენა გზა იგულისხმის ყოფად უძლურებისა თვისისა და ვერ შეძლებისა წინააღმდგომად ღმრთისა, ხოლო იგი უძვირესისა მიმართ წარემატა, რაითა ამისთვისცა უმეტესისა სასჯელისა ღირს იყოს უგუნური იგი და ურჩულოი. ხოლო რაისათვის ეგვიპტეთ წარვიდა ოყრმა იგი და უფალი. იტყვიან ვიეთნიმე, არამედ თქვა მახარებელმანცა მიზეზი წარსვლისა მისისაი, რაითა აღესრულოს თქმული უფლისა მიერ წინაწარმეტყველისაგან, რომელსა იტყვის, ეგვიპტი თუ წოდი ძესა ჩემსა.
მათეორი 15, ხოლო ამასცა გულისხმობ თვითარმედ კეთილისა სასოებისა დაწყება ეკადაგებოდა სოფელსა, რამე თუ ვინაიდან ბაბილონი და ეგვიპტე უფრო ის ყოვლისა სოფლისა შეპყრობილი იყვნენ სიბნელითა მით და არმურითა უღურთოებისაითა. შემსავე შობისა მისისასა იწყო უფალმა ნორთავე მათ სოფელთა კურნებად და სიბნელისა მის მათისა განათლებად, რაითა აჩვენოს ვითარმედ ორთავესა მიფენად ეგულების ნათელსათვისა და სასოებაი ცხოვრებისა იმისცეს ყოველთა წარმართთა. ამისთვისცა ბაბილონით უწოდა მოგუთა მათ და უჩვენა განკაცებაითვისი და მიავლინა იგინი ქადაგად ბაბილონელთა, ხოლო ეგვიპტეთ თავადი მივიდა დედისა თანათვისისა. ამასზე და სხვა იცა მოძღვრებაი გუესწავების ჩვენა ამიერ, რაითა ვცნათ ვითარმედ ჯერ არს თავსდებაი განსაცდელთა და ბრძოლათაი, რამე თუ იხილე ვითარშობიტგან უფლისაით ესრეთ იქმნა და ვიდრე სახვეველთა ღაშინა იყო ბრძოლა დაუდგა მას მძლავრი ჰეროდე. ამისთვისცა ეგვიპტეთ იულტის და უცხოებად წარვალს დედითურ ცხოვრების მომცემელი იგი ღრმაი, რაითა შენ გესმას ესე და რაჟამ სულიერსა რას მემსახურებასა ღირს იქმნა ხელყოფად და მერმე მოიწინენ შენზე და განსაცდელნი და ბრძოლანი, გინა თუ ეშმაკთაგან, ანუ თუ კაცთაგან არა შეშფოთნე, არცა უცხოდ აღგიჩნდეს და სთქვა, რაი არს ესე. საქმესა საღმრთოსა ხელუყავ და ჯერიხო, რაითამცა უფრო ისადლ ხინებაი და განსვენებაი ვპოვე, და აჰა ესე რა განსაცდელნი მეწინეს მე. არამედ მიხედნე სახესა ამას და მადლობით ყოველივე დაითმინო და გულისხმახო, ვითარმედ ესე არს წესი სულიერთა საქმეთაი, რაითა მარადის თანაშერთული იყვნენ ბრძოლანი განსაცდელთანი. რამე თუ ვინ არს იგი, რომელი ხედვიდეს დედასა უფლისასა საკვირველისა მისთვის და ცნობათა უაღრესისა შობისა შორსა და უცხოსა ქვეყანასა ლტოვილსა და მას უცხო უჩნდეს თავსდებაი ჭირთა და განსაცდელთა და ბრძოლათაი სოფელსა ამას შინა. ხოლო გულისხმაყავ ესეცა საკვირველებაი, ჰურიას ტანი ებრძვის და სტევნის უფალსა და ეგვიპტე შეიწყნარებს და უნებელად დაიცავს, რაითა ყოველივე იგი იქმნას დასასჯელად ჰურიათა. ამისთვისცა იხილა რაი უმადლო იგი და უგუნური გონებაი მათი ანგელოზმან, ვითარმედ ჰეროდეს უმეტესად შეეწევიან ვიდრეღა მაცხოვარსა და მხსნელსა ყოვლისა სოფლისასა, გამოუჩნდა ჩვენებით არა ქალწულსა, არამედ იოსებს და ესრეთ ხრქვა მას. აღდეგდა წარიყვანე ღრმა იგე და დედაი მაგისი. არღარა ეთხვისაც, თუ ცოლი შენი არამედ დედაი ღრმისაო. ვინაიდან შობა იგი აღესრულა და ყოველივე იჩვი დაიხსნა და კაცი იგი მორწმუნე იქმნა, არღარა იყო მიზეზ წოდებად ქალწულისა ცოლად მისა, არამედ ღრმა იგეო და დედაი მაგისი. ვიდრემდე შობა იგი საკვირველი არა აღსრულებულიყო და ძე იგი ყოველთა მეუფე არა შობილიყო, ცოლად სახელსდებდა მიზეზთა მათთვის ზემოთქმულთა, ხოლო ვინაიდან იშვა უფალი და გამოჩნდა, თუ ისი დედაი არს ქალწული იგი ვითარღამცა ხრქვა ცოლად მისა, რომელი იგი უცხო იქმნა წესთაგან ქორწინებისათა და რჩულთაგან ბუნებისათა. ამისთვისცა ეთქვის ანგელოზი იოსებს, აღდეგდა წარიყვანე ღრმა იგე და დედაი მაგისი და იულტოდე ეგვიპტეთ, რამე თუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის, წარწყმედად ეგე, ესე იგი არს, მოკლად ეგულების ეგეო, რაითა წარწყმდეს და უჩინო იქმნას სახელი მისი. ხოლო იოსებ არავე დაბრკოლდა, არცა ხრქვა, თუ რაი არ სიტყვა ეგე. პირველი ტყოდე ვითარმედ, მან იხსნას ერითვისი მათე 1:21 და აწვერცა თუ თავსათვისა ძალუცა გამოხსნათ. არამედ გვიხმს სიუტოლა იშორთა ქვეყანათა. წინააღმდგომ ხარებისა მის შენისა არს საქმე ესე. არაი ესე ვითარი თქვა, რამე თუ მორწმუნე იყო კაცი იგი და არცა თუ უკუმოსლისა ჟამი გამოიკითხა ეს მარაი ანგელოზისაგან ვითარმედ, იყავ მუნ ვიდრემდე გრქვა შენ, არამედ სიმხნით თავს იდებდა ყოველთავე განსაცდელთა.
რამე თუ ვითარცავ თქვ ყოველსა კეთილსა საქმე საჭირი თანაშეთხსულ არს, არამედ სახიერი ღმერთი ნუგეშინის ცემასაცა შეხვთავს განსაცდელთა თანა, რაითა არცა ჭირნი იყვნენ ნუგეშინის ცემულ, არცა განსვენებაი უჭირველად, არამედ ამით ორითავე შესთხსნის ცხოვრებასა მართალთასა. ეგრეთვე აქაც საქმნა. და ესრეთ გულისხმა ყავ, იხილა იოსებ ქალწული მიდგომილი და შეწუხნა, რამე თუ იჩვიცოდვისაი მოუხდა გულსა, ვითარ იგი არასადას მენილიყო კაცთა შორის უთესლოდ მუცლად ღებაი. და მეხსეულად დაადგრა მას ანგელოზი და იჩვი იგი განუქარვა და ყოველივე შიში გულისა მისისაგან განიოტა. და იხილა რაი შობაი უფლისაი, აღივსო სიხარულითა. კვალად სიხარულსა მას შეუდგა მწუხარებაი და შიში, რა ჟამს მეფე იგი ურჩულოი ბორგდა და ერი ჰურიათაი აღშფოთნებოდა და შობილსა მას ეძიებდეს. არამედ ესეცა მწუხარებაი დააცხვრო მოსვლამან მოგუთამან და წინამძღვრობამან ვარსკვლავისამან. კვალად ამის ნუგეშინის ცემისა შემდგომად მოიწია შიში უმეტესი ესმა რაი ვითარმეთ, ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმისა მაგის და იუტოდე ეგვიპტესო ეტყოდა მას ანგელოზი. ესე ამისთვის, რამე თუ არა ჯერ იყო ჯერეთ სასწაულთა ქმნაი, რამე თუ უკვე თუმცა სიჩჩოითგანვე იწყო სასწაულთა აღსრულებად, მრავალთამცა არა ხრწმენა, ვითარმეთ სრული კაცთა ბუნებაი მიიღო და ჭეშმარიტად განხორციელდა. ამისთვისა არა თავითთვისით შეემზადების ტაძარი იგი ყოლაწმიდისა გვამისა მისისაი, არამედ მიდგომილებაი უთესლო იქმნა და ცხრა თვე საშოსა შინადედისასა იყო და შობაი ჭეშმარიტი აღესრულა უხრთნელებითა და წოვნა ისცისაი და სიჩჩოი გვამისაი და ზრდილობაი, რაითა უთესლოდ მუცლად ღებითა და უხრთნელებით შობითა ღმრთივშვენიერებაი შობისა მისისაი გამოჩნდეს, ხოლო წესითა მით შობისა და ჩჩვილებისა და ზრდილობისაითა ჭეშმარიტებაი განკაცებისა მისისაი გულისხმა ვყოთ. ამისთვისცა არ არა იქმნა სასწაული, ვიდრე სრული ქმნა ჰასაკითა მით გვამისაითა, რაითა განგებულებისა იგი სიტყვაი სარწმუნოყოს და საიდუმლო იგი დაამტკიცოს. იტყვიან უკვე ვიეთნიმე, ვითარმეთ, უკვე თუ ესე ესრეთ არს რაისათვის ყოლადვე იქმნეს სასწაულნი იგი ჟამსა შობისა მისისასა, ხარებაი ანგელოზისაი, გამოჩინებაი ვარსკვლავისაი, ზეცით ხმანი ანგელოზთან იმწყემსთა მიმართ და სხვაი ესევით არი. ესე ყოველი იქმნას საყვარელო და სხვა იგი მსგავსი ამისი, რაითა გულსავსე იქმნას დედა იგი ქალწული, რაითა გულისხმაყოს იოსებ, რაითა იხილოს უფალი მოხუცებულმან სვიმეონ, ეგულებოდა რაი წარსვლაი ამიერ, რაითა ცნამწყემსთა მათ და მოგუთა და ჰურიათა, რომელთა არა ინებეს ცნობად. რამე თუ უკვე თუმცა ენება, აქ უნდა მიზეზი გულისხმის ყოფისაი განცხადებული. ხოლო არა ინებეს რაი ახილვად თვალთა და ხილვად ნათელი იგი ბრწყინვალეი, დადუმნა ვიდრე ჟამადმდე ნათლისღებისა მისისა და მიერითგან იწყო განცხადებულად ქადაგებად და შეწყნარებად მოწაფეთა და ქმნად ნიშებისა და სასწაულებისა. არამედ ჟამსა სიყრმისასა არ არა იქმნა ესევით არის ზემოხსენებულთა მიზეზთათვის, არამედ იუტოდაცა პირისაგან ჰეროდესა და უცხოდ ქვეყანად წარვიდა, რაითა არ არა ისათნოებათაგან დაშთესა უსრულებელად მის მიერ, არამედ მოგუცეს ჩვენცა სახე უცხოებისაი, რომელდეს ერთი არს მოუაწებათაგანი და უფრო ისად ოდეს იგი ჩჩვილიყოს შინაგანი კაცი ჩვენი, კეთილ არს უცხოებაი, რამე თუ ჰეროდევნებად გამოითარგმანების და ეგვიპტეს სახე არს ჭირთა და შრომათაი. აც უკვე ოდეს სულიერითა მით ჰასაკითა ჩჩვილ ვიყვნეთ და შიშივნებათაი გუდევნიდეს, რომელთაცა სახე არს ჰეროდე, კეთილ არს ჩვენდაცა ბაძვაი უფლისაი და ვითარცა იგი იუტოდა ეგვიტეთ პირისაგან ჰეროდესა, ეგრეთსა ჩვენ უცხოებისა და სხვისა ყოვლისავე ჭირისა და შრომისა საქმე თავს ვიდვათ, ვიდრემდე მოვაკუდინეთ ვნებანი უნებლობითა.
ხოლო შთასლა იგი ეგვიპტეთ და მიერ აღმოსვლა კვალად ჰურიასტანად იქნა უმეტესად ქალწულის ღვთისმშობელისა სადიდებელად, რამე თუ ვინაიდგანერი იგი ებრაელთა იქადო და ამას ზედა, რომელ ეგვიპტით ამოვიდეს მამანი მათნი. აღესრულა ესეცა ქალწულსა მას ზედა წმიდასა და უფრო ისხაერისა მის აღმოსვლა იმიერ და პირველ მათსა მამათ მთავრისა იმის ამისა მოასწავებდა შთასვლასა და აღმოსვლასა. რამე თუ მაშინ ისრაილ და ძენი მისნილ ტოლვილნის სიყვმილისაგან შთავიდეს ეგვიპტეთ და აც ქალწული იულტოდა რაი ჰეროდესგან, იგინი შთავიდეს რაი ეგვიპტეთგან ერნეს სიყვმილისაგან. და ესე შთავიდა რაი ეგვიპტეთ და ეტვირთა წიაღითა მჯდომარე საყდართა ზედა ქერობინთა და დიდებული სერაბინთა მიერ, შემოსვნა ხელით ქმნილნი ეგვიპტისანი და წმიდა ყო ქვეყანა იგი მისვლითა მისითა. გულისხმად ყავ უკვე, ვითარ მდაბალთა მათ საქმეთა თანაშეერთვიან მაღალნიცა გამომაჩინებელად ძალსა ღმრთეებისა მისისასა. ამისთვისცა არა ხრქვა ანგელოზმან იოსებს, თუ მე წინა გიძღოდი შენ ეგვიპტეთ და მე აღმოგიყვანო მიერ, ვითარცა პირველ იაკობს მამათ მთავარსა, რამე თუ მეუფე იგი ანგელოზთა და კაცთა მათ თანა იყო მხსნელად ყოვლისაგან ბოროტისა, რომელმანცა ჟამსავე შობისა მისისასა შეცვალნა ბუნებანი საქმეთა ნიჯერისაებრ და ყუნა მტერნი იგი და უცხონი თანაშემწედ განგებულებისა მის. და მოგუთა ბარბაროსთა მათ სპარსთა და უტევეს მამული იგი ეშმაკთა მონებაი და მოვიდეს თაყვანის ცემად მისა. და აგვისტოს კეისარი თანაშემწე იქნა ბეთლემ შობისა მისისა ბრძანებითა მით, რომელი მათ ოდენ დღეთა გამოხდა მის მიერ, რომელმანცა აიძულა იოსებისა და მარიამისა ახსლად ბეთლემს აღწერისა მისთვის. და კვალად ეგვიპტემან შეიწყნა რა იგი ლტოლვილი ჰეროდესგან და მისცა მიზეზი შეწყალებისათვის ისაი, რაითა უკუანა ისკნელ, განვრცელდეს რა იქადაგებაი მოციქულთაი ყოველსა სოფელსა, იქადოდის იგი, ვითარცა ყოველთა უპირატეს შემწყნარებელი. ჰურიასტანისა და მიცემულიყო ნიჭი ესე, არამედ იქმნეს რა იგი უმადლო და არა ინება შეწყნარებაი უფლისა ილმობიერად, იპოვა ეგვიპტე უგონიერეს მისა და უმხურვალეს. სწავლა ცხოვრებისათვის მონაზონთა ისა. და აც უკვე თუ მიხვიდეთ უდაბნოთა მათ მეგვიპტისათა იხილნეთ იგინი უშვენიერეს სამოთხისა იხილნეთ მუნბევრეულნი დასნი ანგელოსთანი კაცობრივითა ამით ხორცითა, კრებულნი მოწამეთანი და სიმრავლენი ქალწულთანი. იხილოთ მუნ ყოველივე მძლავრებაი ეშმაკისაი დახსნილი და მეუფებაი ქრისტესი განბრწყინებული, და ქვეყანა იგი ულუქთა და მისანთა და გრძნეულთა მშობელი, რომელმან მოიპოვა ყოველი წესი გრძნეულებისაი და მრავალთა სოფელთა უკადაგა. იხილოაც მოკადული მოძღურებასა მასზე და მოციქულთასა, რომელი ეკიცხებს აც პირველსა მას. საცთურსა და შემკობილ არს ჯურითა და სახარებითა და წიგნებითა მოციქულთაითა. და ესე ვითარი ესე კეთილი არა ქალაქსა შინაოდენ ჰპოო, არამედ უფრო ისად უდაბნოსა, რამე თუ სავსე არს ყოველი იგი ქვეყანა იმხედრებითა ქრისტესითა, განწყობილითა მით ანგელოზთაითა, მოქალაქობითა მით უხორცოთაითა. და ესე არა მამათა მიერ ოდენ იხილების ასრულებულად, არამედ ბუნებისაგანცა დედათაისა, რამე თუ იგინიცა არაითა უდარეს მამათასა განწყობილ არიან ბრძოლად ეშმაკისა, არა საჭურველითა რკინისაითა შეჭურულნი, არამედ საჭურველითა მით ხელით უქმნელითა სათნოებათაითა. რამე თუ ზოგად არს მამათა და დედათა ბრძოლა ეშმაკისა მიმართ, ძალთა მათ მიმართ ბნელისათა, და არასა და იქმნების უძლურება იგი ბუნებისა დამაბრკოლებელესე ვითარისა მის ბრძოლისაი. არა ძალითა ხორცთაითა, არამედ ძალითა გონებისაითა აღესრულების ესე ვითარი იგი ბრძოლაი. ამისთვის დედანი უმეტეს მრავალთა მამათა განძლიერდეს განწყობილსა მასშინა. არა ბრწყინავს ესრეთ ცაი სიმრავლითა მით ვარსკვლავთაითა, ვითარ იგი უდაბნონი ეგვიპტისანი ბრწყინვენსაყოფლებითა მით მონაზონთაითა. უკვე თუ ვის უხილავს ძველი იგი ეგვიპტე ღმრთისა მბრძოლი და განლიგებული მონებითა კერპთაითა,
თაყვანის მცემელი კვერნებისა, ხახვისაი და ნიორისაი, მან გულისხმაყოს ძალი ქრისტესი. თუ ვითარისა უგუნურებისა და სიცოფისაგან ვითარსა ღვთისმეცნიერებასა მოიყვანა იგინი. რამე თუ იპოებიან აცცა სასწაულნი პირველთა მათ სამსახურებელთა და საზორველთა მათთანი და აც, რომელნი იგი ესე ვითარითა სიბორგილითა და სიცოფითა შეპყრობილი იყვნენ. სავსე არიან საღმრთოითა მეცნიერებითა და საიდუმლოთა ზეცისათა ზრახვენ და მამულთა მათ წესთა ეცინიან და მამათა მათთა დიდად აბრალებენ და მათ საუბადრუკებასა იგლოენ და ფილოსოფოსთა მათ ამაოთა სიბრძნეს აკიცხელად აქურს, რამე თუ ცნეს გონიერად. ვითარმეთ ყოველი იგი მათ მიერ გამოთქმული ზღაპარი არს ცუდი და ამაოი, ხოლო ქადაგებული იგი მეთევზურთა მიერ სიბრძნე. არს ჭეშმარიტი და ზეცისა საიდუმლოთა გამომეტყუელი. ამისთვისცა ესე ვითარსა მართლახსაარებასა და მართლგამომეტყუელებასა თანასარწმუნოებისასა საქმესაცა სათნოებისასა და წესსა მოღვაწებისასა უაღრეს ბუნებისა აჩვენებენ. რამე თუ აღიძარცვეს ყოველივე საქმე სოფლისაი და ჯუარსა აცუნეს თავნითვისნი და მერმეღა უმეტესისა მიმართ რბიან, ვითარცე კეთილად მძრბოლნი მხედარნი. რამე თუ საქმესა ხელთა მათთასა საზრდელად გლახაკთა წარაგებენ და არა თუ მარხვასა და მღვიძარებასა კმაყოფენ, არამედ ხელთა საქმესაცა ხორცთათვის აჭირობენ. წარაგებენ ღამეთა ლოცვასა შინა და გალობასა და დღეთა ეგრეთვე ლოცვასავე შინა და ხელსაქმარსა, რაითა მობაძავ იქნენ მოქალაქობისა მის სამოციქულოისა. რამე თუ ვითარცა იგი მოციქული პავლე იტყო და იქმოდა რომელ შრომასა თანაქადაგებისა და მოძღურებისასა საქმესაცა ხელთასა, დღე და ღამე მოსწრაფე იყო და მსახურებდეს ხელნიმისნი სახმარსა მისსა და რომელნი იყვნენ მისთანა, ეგრეთვე ნეტარნი ესე იქმან. და უცხრომელად ილოცვენ და საქმესა ხელთასა არაუდებ იქმან, რაითა მისგან მოირეწონ, რაი იგი უხმდეს მიცემად გლახაკთა. დააც ჩვენცა გურცხვენოდენ, სიმდიდრითა გარდამატებულთა მათისა მის მოსწრაფებისაგან რამე თუ უკვე თუ იგინი, რომელთა სრულიად უარუყოფიან ხორცნი და გემონი სოფლისანი, ესრეთ მოუაწე გლახაკთა არიან, რაიმე სიტყვა იპოვოთ ჩვენ დღესა მას სასჯელისასა. რომელნი ესე არცა თუ ნამეტნავსა ფრიადისა სიმდიდრისასა მისცემთ გალახაკთა? ესრეთ უაღრეს ყოვლისა სოფლისა არიან მოღვაწენი იგი სანატრელნი, შემკობლნი ყოვლითა სათნოებითა, განშორებულნი ყოველთაგან გემოთა ხორციელთა და შვებათა საწუთროისათა. ესრეთ შეცვალა ეგვიპტე ქრისტემან მოსვლითა მისითა, რამე თუ დაღაცა თუ ქადაგება იგი უკუანა ისკნელ განეფინა შემდგომად ამაღლებისა მისისა, არამედ მადლი მისი მიერითგანვე დაეთესა, შეღაივიდა მას შინაჩშვილი. ეჰა საკვირველი. სადა იგი უფროის ყოვლისა სოფლისა იყო უფლებულნებათა სიმრავლე და მონებაი გემოთაი და მუცლისაი, სადა იგი იყვნენ სიავნის სავსენი ხორცითა, ვითარცა თქვეს ჰურიათას, სადა იგი იყო ყოველისაც თური. აც მკვიდრთა მის ქვეყანისათა შეიწყნარეს ცეცხლის სურვილისა საღმრთოისაი და სრულიად ფრთოვანი იქნეს სულნი მათნი მიწევნათ სავანეთა მათ ზეცისათა და ყოვლითავე ქველის საქმითა მობაძავ არიან ანგელოზთა ზეცისათა. უწყის ჩემ მიერ თქმული ესე, რომელიცა მისრულ არს სავანეთა მათთა და უხილავს მოქალაქობაი მათი, ხოლო რომელსა არა უხილვან იგინი თვალითა, გულისხმაყავ მან მოქალაქობა იგი ანგელოზთა მიმსგავსებულისა იმის, რომელიც შემდგომად მოციქულთა. მობაძავი მოციქულთაი, ეგვიპტით გამოჩნდა. სანატრელსა მას ვიტყვით დიდ საანტონის, რომელი მისვე ქვეყანისა იყო, ვინაიცა ფარაო, არამედ არა იონო ქვეყანისა მისგან, რამე თუ ღირს იქნა იგი ხილვასაცა საღმრთოსა და ესე ვითარი ცხოვრება მოიგო, ვითარ იგი მცნებანი ქრისტესნი ბრძანებენ. და ესე ცნას განცხადებულად, რომელიცა მისსა მას მიემთხვევს ცხოვრებასა, რომელი ღირსმან მან და ნეტარმან ათანასი აღწერა ალექსანდრიელმან, რომელსა შინა დიდი პოს მოღვაწებისა საზომი და ფრიადი საქმე სასწაულთაი და მადლი წინაწარმეტყველებისაი.
რამე თუ განცხადებულად წინაწარმედ ყველა ყოფადისა მისთვის არიანოსთა მიერ შფოთისა ეკლესიათა ისა, რომელი იგი კეთილად გამოუცხადა მას უფალმა. არამედ რაითა არა ჩემგან გიხმდეს ესევით არისა მისთვის მოქალაქობისა მითხრობათ, თქვენ აღმოიკითხეთ კაცად მან წიგნი იგი და ყოველივე კეთილად ისწაოთ და იხილოთ მუნ სიბრძნეს აღმრთვი ჭეშმარიტი. ხოლო ამას გევედრები, რაითა არა აღმოვიკითხოთ ოდენ, არამედ ვბაძვიდეთსა კეთილთა მათ საქმეთა და ნუცა რას მიზეზობთ, ნუცა სოფელსა ბოროტის მოქმედსა, ნუცა მშობელთა უკეთურებასა, ნუცა ზრდილობასა ვნებულსა, რამე თუ უკვე თუ ვინებოთ კეთილისა საქმეი, არაი ამათგანი იქმნას დამახრწევალ ჩვენ და რამე თუ აბრაჰამისცა მშობელნი უკეთურიყვნეს, არამედ იგი სათნო ეყო ღმერთსა და ეზეკიაძე იყო აქაზისი და მონაღმრთისა იქმნა და იოსებ შორის ეგვიპტესა მიიღო გვირგვინი სიწმიდისაი და სამნი ყრმანი ბაბილონს იყვნეს სახლსა ნაბუქოდონოსორისა და აიძულებდა მათ საჭურის მთავარი იგი შვებად და ფუფუნებად, ხოლო მათ სრული იგი აჩვენეს სიბრძნე. და მოსე ეგვიპტეს იყო და პავლე სოფელსა შინავიდოდა და ვერ არამანუძლო დაბრკოლებად მათ და კეთილისა მის გზისაგან სათნოებათა ისა. აც უკვე ჩვენცა გულისხმოვყოთ ესე ყოველი და ყოველივე მიზეზი ცუდი და ამოვი განვაგდოთ და შრომასა მას სათნოებათასა გულს მოდგინებით ხელყოთ. და იხილოს რაი ღმერთმა გულს მოდგინება ჩვენი, მოგუცეს მწრაფი მის მიერი შეწევნაი და ღირს ვიქმნეთ მიმთხვევად საუკუნეთა მათ კეთილთა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.